ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის ინფორმაციით მართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს ლელოს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას მოითხოვენ. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. პაპუაშვილის თქმით, სარჩელი ხვალ გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გააგზავნიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამჟამად ისეთი ფიქტიური ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საჭიროება არის, როგორიც არის ელენე ხოშტარია დროა და გირჩი მეტი თავისუფლება. კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თუმცა პაპუაშვილის თქმით, მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. პაპუაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ ეხება მათი საკონსტიტუციო სარჩელი პარტიას გახარია საქართველოსთვის. მისი თქმით, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საპოდაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია გახარია საქართველოსთვის მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო. მისივე თქმით, პარტიამ გახარია საქართველოსთვის სამართლებრივად თავი დაიძრინა. პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. ერთობლივი კონსტიტუციის სარჩელის მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველოს ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის. მტკიცებულებები დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავენ. ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით უპირველეს ყოვლისა გსურს პატივი უცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამორჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამორჩევლის მიერ გაცემული მანდატი. გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ მხრივ ასე ვთქვათ
ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლებს. ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს და რატომ? ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავშირებული, იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღკვეთოთ. ან უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა ამ ეტაპზე. თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის რეალურად უკვე ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია გახდა თავისი არსით მემკვიდრე პარტია, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტია. გვერდის ავლის საშუალება, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს, როცა აკრძალოს პარტიას, არ უნდა არსებობდეს რაღაცა ხვრელები, რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაიხადოს. ორკვირიანი ვადა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს, რომ ეს ნამდვილად არის სინამდვილეში ფარსი, ანუ ცდილობენ პოლიტიკოსები, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება. გრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამცონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. დავინახოთ სხვანაირად, შევხედოთ სხვანაირად. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად საქმე, იმიტომ რომ არიან პარტიები, არიან სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთავარი ამოცანა არის აი ამ 3-4-ვე ჯგუფის, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ თუ ერთმანეთის გამხლეჩად ვიმუშავებთ და ამაზე გავაკეთებთ აქცენტირებას, ცხადია ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამიტომ გააკეთა ქართულმა ოცნებამ არჩევანი იმ სამ პარტიაზე, რომ აეკრძალათ, პატარა პარტიები არ აკრძალეს, რომ ესეც განხეთქილების საკითხად აქციოს. ჩვენ უნდა მოვეშვათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებას. რა თქმა უნდა არის არაკონსტიტუციური, ახლა როდესაც გსურს პოლიტიკური პარტია დაამარცხო, ის პირველ რიგში უნდა დაამარცხო არჩევნების გზით. ეს იყო გარიგება თქვენ შორის ბატონო და აი ამის გამოჩნდება ის, რომ თქვენი არჩევნის უწყო გარიგების. ნუ ამას დრო აჩვენებს, ხო? დრო აჩვენებს აი ეს საკონსტიტუციო კამპანიის და პარტიების აკრძალვის კამპანია. სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი უკაცრავად და ფეიქ კამპანია ხომ არ არის ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. რომ სასაუბრო შემოყვებით პარლამენტში, იმიტომ რომ მეორე სიტყვაში ნაცმოძრაობას იმიტომ ვამბობთ, რომ ნაცმოძრაობა არის მთავარი ფაქტორი ოცნების მე-13 წელს ხელისუფლებაში ყოფნის. ეს არის მოქალაქეებისთვის არჩევანის სარწმუნება. არა მარტო იმათთვის, ვისაც ეხლა ასაკრძალი პარტიების მიმართ აქვს სიმპათია, ყველასთვის, ანუ ივანიშვილი და რეჟიმი და მთავრობა გადაწყვეტს ყველას თქვენ მოქალაქეებს განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა რა არჩევანი შეიძლება გქონდეთ. რომ პირდაპირ
ჩამოყალიბება ერთპარტიული დიქტატურის და რა თქმა უნდა ეს ზომა და ეს დრაკონული სამარცხვინო ინსტრუმენტი გაუქმდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად. არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას, როგორც მოქმედ ხელისუფლებას, აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო დონეზე. შესაბამისად, ამ სამართლებრივ პროცედურებში შეყოლის აზრს ვერ ვხედავ, ისევე როგორც აღსრულების ნაწილში მგონია წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება აუკრძალო პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას იმის მიუხედავად, თუ რა წნეხს გადის ის, აი მაგალითად გიორგი ვაშაძეს როგორ შეიძლება პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოთ, ანუ მეტი რაღა უნდა უქნან, ან ციხეში არის ადამიანი, აქედან გამოსული, რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.